საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის მიერ საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით ჩატარდა პირველი კონფერენცია პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა. ღონისძიებაზე დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ისაუბრეს პროსტატის კიბოს აქტუალურობის საკითხზე, საქართველოში პროსტატის კიბოს სკრინინგსა და დიაგნოსტიკის გავრცელებულ პრაქტიკაზე, რობოტულ ქირურგიაზე და მის როლზე, როგორც პროსტატის კიბოს განკურნების შეუდარებელ საშუალებაზე. ღონისძიება 28 თებერვალს ჩატარდა და დაესწრო დარგის ჯამში 100 წამყვანი უროლოგი, კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული თერაპევტი, რადიოლოგი და პროფესორი. Ფიქრობ, სვენელებისთვის საინტერესო იყო მათ მიიღეს ინფორმაცია თანამედროვე კურნალობის მეთოდების შესახებ, ამ დაავადების მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ და იმედი გვაქვს, რომ ისინი დანერგავენ ამ მიღებულ ცოდნასა და ინფორმაციას კლინიკურ პრაქტიკაში, რაც სასარგებლოდ წაადგებათ ჩვენს პაციენტებს. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს ყველა სახის ულტრა თანამედროვე მკურნალობის საშუალება რობოტული ტექნოლოგიებიდან დაწყებული მედიკამენტოზური დამთავრებული ცოდნა არის დიდი და მე მოუწოდებდი რომ საქართველოს და ქართულ მოსახლეობას რომ ენდონ ქართველი სპეციალისტების გამოცდილებას ნაკლები იყოს უცხოეთში მოგზაურობა, მათ არ სჭირდებათ უცხოეთში მოგზაურობა, იმიტომ რომ ყველა რობოტული ტექნოლოგია, ყველა მედიკამენტოზური სხივური თერაპია, მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის საშუალებები აქ მოიპოვება და ჩვენ გაგვიხარდება თუ ამ ცოდნას და შესაძლებლობას გამოვიყენებთ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. პროსტატის კიბოს მკურნალობის ყველა თანამედროვე ასპექტი იყო განხილული დღევანდელ კონფერენციაზე საქართველოს წამყვანი სპეციალისტების მიერ. ასევე მინდა ვთქვა, რომ დიდი დაინტერესება იყო ჩვენი კოლეგების მხრიდან, ესწრებოდა დიდი რაოდენობით სამედიცინო პერსონალი. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონფერენცია, დღევანდელი კონგრესი დიდ გავლენას მოახდენს ექიმებთა შორის ცოდნის გამოცდილების გაცვლაზე, მათი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და საბოლოო ჯამში საქართველოს პაციენტების, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. გაშუქებული იყო ზაზე დეტალურად შემდეგ ოლიგომეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, როგორც სხივური თერაპიის, ასევე სისტემური თერაპიის გამოყენების. მოკლედ ძალიან პროდუქტიული იყო. ჩემთვის ეს იყო მაღალი დონის კონფერენცია, როგორც თითქოს უცხოეთში ვიყავი და დაყრდნობითი ფაქტებზე ყველანაირად იყო წარმოდგენილი და რამაც ძალიან დიდი ცოდნა მოგვიტანა და ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმ ახალგაზრდებისთვის და იმ ყველა უროლოგებისთვის, ვინც ამ დარბაზში იცხნენ და რომელთაც მიიღეს ძალიან დიდი ინფორმაცია.